რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომღერალს. მშვიდობის მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, გლოვად სამშაბათი, ეს კი იმის ნიშანია, რომ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში მუშაობას ვიწყებთ ჩვენ, წამყვანები გადაცემისა სახელწოდებით აკრძალული ხილი. მე გახლავართ დაფნა გვერდს მიმშვენებს, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ექიმი, სექსოლოგი, პროფესორი ბატონი ზურაბ მარშალია. მეორეჯერ პროფესორს ნუ ამბობ. რატო? საკმარისია დღეს პროფესორი. სრული პროფესორი, всё. აღარ არის მეტი. 2 წელიწადია ასე ვიძახი და ეხლა გაგიჩნდა. არა, ბოლონიის პროცესიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველოს შეუერთდა. როდის შეუერთდა? წინა ხელისუფლების წლებში რა. შეუერთდა და ამითი, ეს ალბათ ცალკე გადაცემა გავაკეთოთ მაგაზე. ესეც რაღაცნაირად სექსთან უნდა დაკავშირდეს იმიტომ. რა, ბოლონიის პროცესი? რა და ძალიან ბევრი რამე უკან წავიდა, წესი წინ უნდა წასულიყო, მაგრამ ძალიან ბევრი რამე უკან წამოვიდა, როგორც ტრადიციულად არის ჩვენთან. ხო და იქ ჩვენთან აღარ არის უკვე, ასე ვთქვათ, პროფესორის წოდება, რო იტყვიან, ადრე რო იყო რა, საბჭოთა კავშირში. სიცოცხლის ბოლომდე პროფესორი ხარ და მორჩა. არა. მუშაობ პროფესორი ხარ. არა, მუშაობ პროფესორი ხარ. არა, всё. სრული პროფესორი, მე მუშაობ სრულ პროფესორად, ესე იგი მე მაქვს უფლება ვიწოდებოდე პროფესორი. მაგრამ ბევრი ჩემი კოლეგა, რომელიც მთელი სიცოცხლე შეიძლება მუშაობდა, რა, პროფესორათაც, მათ შორის სრულ პროფესორათაც, არა. მე ესე იგი გავიდა პენსიაში ან დაანება თავი აკადემიას, აღარ არის პროფესორი. საბჭოთა კავშირის დროს ვისაც მინც მიაღწია პროფესორის წოდებას, არა, იქ იყო თავისი რეგულაცია, დიახ, აღარ არის დღეს უკვე. პროფესორი არის მარტო მოქმედი პროფესორი რა. საინტერესოა. არა, მაგ თემაზე ცალკე გადაცემა უნდა გავაკეთოთ რა. დარწმუნებული ხართ, რომ სექსთან რაიმე კავშირშია? პირდაპირ. არ ვიცი რა, თქვენ უფრო რა თქმა უნდა ჩახედული ხართ ამ თემაში. ბატონო ზურაბ, ჩვენ ისიც უნდა უთხრათ აუცილებლად ჩვენს რადიო მსმენელს, გარდა იმისა, ვინ ვართ, რანი ვართ და რა ქვია ჩვენს გადაცემას, აუცილებლად ისიც უნდა უთხრათ, რომ ეს გადაცემა უფროსებისთვის არის. თუმცა დღეს თემა არის ისეთი, რომელიც შეეხება პატარებს, ასე ვთქვათ. ის ვინც არის ჩვენთან დამეგობრებული Facebook-ის გვერდზე, იმან ალბათ წაიკითხა ის მასალა, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ დღეს, რის შესახებადაც გვინდა რომ დღეს ვისაუბროთ. საინტერესო თემა. ძალიან საინტერესო არის და ძალიან მტკივნეული ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ რომ გგონია მთლად ისე არ ყოფილა. ჩატარდა გამოკითხვა სამ უნივერსიტეტში თბილისში, გამოკითხული იქნა 250 სტუდენტი გოგონა. და დაახლოებით 10%-ზე მეტმა თქვა, რომ აბორტი 5-6 აქვს გაკეთებული. გამოკითხულთა 7%-ს პირველი აბორტი 14 წლის ასაკში ქონია გაკეთებული. აი ბევრს. 7%, ჩემთვის არის ძალიან ბევრი, რა გითხრათ, აბა. ამის შესახებ დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე იუწყება და აკეთებს გაზეთ რეზონანსთან განცხადებას. მისი თქმით, კვლევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში დემოგრაფებმა ანზორ თოთაძემ და ანზორ სახვაძემ ჩაატარეს. კვლევაში არ უთქვამთ აბორტი ექიმის დახმარებით თუ ოჯახურ პირობებში გაიკეთეს, თუმცა ძირითადად მედიკამენტურ აბორტზეა საუბარი. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული 18-დან 22 წლამდე ასაკის 250 გოგონადან, როგორც უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ჩაწვდეთ და მიხვდეთ კარგად რაზე ვსაუბრობთ, 10%-ზე მეტმა თქვა, რომ აბორტი 5-6 აქვს გაკეთებული. და აქედან 7%-ს 14 წლის ასაკში ჰქონია პირველი აბორტი გაკეთებული. ქალბატონმა ჩიბურდანიძემ ასევე აღნიშნა, რომ გამოკითხული გოგონების 37%-ს პირველი სექსუალური ურთიერთობა, აი მოემზადეთ ახლა, 13-14 წლის ასაკში ჰქონია. ხოლო 80%-მა საერთოდ არ იცოდა, რომ პირველი აბორტი უშვილობას იწვევს.
ქალბატონი ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ანონიმური იყო, მაინც დიდი ალბათობა არის იმისა, რომ რეალურად აბორტის მაჩვენებელი ახალგაზრდებში ბევრად უფრო მეტია. შესაძლებელია. და ხომ არ გინახია როგორი მაჩვენებელი არის მან დაფიქსირებული სქესობრივი ცხოვრება, აი ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრება რამდენმა დაიწყო? ახლა 14 წლის ასაკში თუ დაიწყო, ის ქორწინებაში დაიწყო და პირველი აბორტი 14 წლის თუ გაიკეთა. მან ალბათ გასამიჯნია ესე იგი ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ. 13-14 წლის. ჩვენთან რო ადრე შედიან ქორწინებაში ეს არ ახალია. ხო, მაგრამ აი 50 კაცში მაინდა-მაინც ყველა დაქორწინებული იყო 13-14 წლის ასაკში. და ეს საინტერესო იქნებოდა რა, საინტერესო იქნებოდა. ალბათ, მე ხა ეს ხომ არის ნაწილი, ბატონო ზურაბ, ეს ის არის, რაც გამოქვეყნდა პრესაში და პირველი რაც თვალში მომხვდა და ჩავთვალე, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული თემა ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ გვისაუბრე არაერთხელ და ჩვენ მოგდის კიდევაც შეკითხვები გადაცემის განმავლობაში ბატონო ზურაბ, დაასახელეთ ოპტიმალური ასაკი, ხომ? თუნდაც პირველი სქესობრივი ურთიერთობისთვის ან ქორწინებაში შესასვლელად და თქვენ ყოველთვის პასუხობთ. ხშირად ეს ჩვენთან იგივეა. ხო, ხშირად იგივეა, თუმცა მე ძალიან მეპარება ეჭვი, მაპატიეთ ბატონო სრულო პროფესორო, მაგრამ 13-14 წლის ასაკში არ მგონია, რომ 13-14 წლის ასაკში უკვე გათხოვილი გოგონები ალბათ არა, მაგრამ მე მთლიანად ეს სურათი მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სურათი, როგორც გითხარით, აქ მითითებული არის, ვინ ჩაატარა ეს კვლევა, შეგვიძლია მოვიძიოთ. მით უმეტეს ბატონანზორს კარგად ვიცნობ, რომელ ანზორს ორივე ანზორია თოთაძეც და სახვაძეც. კი ბატონო, მივმართოთ და იქნება კვლევაც მოვიძიოთ ბატონო ზურაბ, იმიტომ რომ ჩვენ ხომ შარშანდელი ზაფხული ფაქტურად მივუძღვენით იმას, რომ ილიაუნის კვლევა მიმოვიხილეთ ძალიან დეტალურად. ხო და ეხლა აი ხო, სხვათა შორის აქ კიდევ ერთი რაღაც გამომრჩა, რომ ეს კვლევა ჯამში მოიცავდა 500 სტუდენტს, 250 გოგონას და 250 ვაჟს. აი ვაჟებმა რა უპასუხეს და რა კითხვები დაუსვეს ვაჟებს, ჩვენ ეს არ ვიცით. ბატონანზორს უნდა ვკითხო, აუცილებლად დაუკავშირდეთ. თუ გაქვთ ამის საშუალება, მიაწვდინეთ ხმა და იქნება მან მოგვაწოდოს თავისი კვლევის. კარგი რაღაცა არის ნაპოვნი და მე მგონი სერიოზული თემა არის დისკუსიისთვის სალაპარაკო. მე უბრალოდ მინდა ჩვენს რადიო მსმენელებს შევახსენო, რომ ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 9221199 და 2921188. ასევე და უფრო აქტიურად იყენებენ ხოლმე ჩვენი რადიო მსმენელები SMS ნომერს 9177891778. ყველა მობილური ოპერატორისთვის ერთი ნომერია და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და გვირეკავენ და გვეკითხებიან. არ ღირს ძვირი, სწორედ იმდენი დაგიჯდებათ ჩვენთან SMS-ის გამოგზავნა, რამდენიც დააწესა SMS-ის გაგზავნაზე თქვენმა მობილურმა ოპერატორმა, აი კონკრეტულად თქვენმა მობილურმა ოპერატორმა. ასე რომ ჩაებით დისკუსიაში, გააკეთეთ კომენტარები, დაგვისვით შეკითხვები და არა მარტო იმ თემის ირგვლივ, რომელსაც ჩვენ დღეს გადაცემის პირველ ნაწილში მიმოვიხილავთ, არამედ ყველა იმ თემაზე, რომელიც გაინტერესებთ. მათ ვინც შესაძლოა პირველად გვისმენს, გეტყვით, რომ გადაცემის პირველი ნაწილი ეთმობა ხოლმე დისკუსიას, გადაცემის მეორე ნახევარში 11 საათიდან 12 საათამდე, თითქმის 12 საათამდე ჩვენ ვპასუხობთ თქვენ შეკითხვებს. ასე რომ მთელი გადაცემის მანძილზე გამოაგზავნეთ კითხვები და რა თქმა უნდა კომენტარებით. ნომერზე 917778 SMS-ის ნომერია ეს. ბატონო ზურაბ. რა ხდება საზოგადოებაში, სადაც ქალწულობის ინსტიტუტი საკმაოდ დამკვიდრებულია, ძალაობს, ძლიერია. სადაც ჩვენ ვიცით კვლევა, სადაც ბიჭები გვპასუხობენ, რომ არაქალიშვილს არ მოვიყვან ცოლად, განათხოვარს არ მოვიყვან ცოლად, ბავშვიანს არ მოვიყვან ცოლად. გახსოვთ ხო, ძალიან მაღალი პროცენტი იყო ამ პასუხებისა. რა ხდება, რა ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე? 13-14 წლის გოგოები თურმე აღარ არიან ქალიშვილები. არა თუ აღარ არიან ქალიშვილები, 5-6 აბორტი აქვთ გაკეთებული. ის კი არა და აგერ წარმოდგენა არ აქვს საერთოდ რომ თურმე პირველი აბორტი უშვილობას იწვევს. მე არის თქვენთან მომართვა, მე არის გინეკოლოგებთან სირბილი, ვაიმეს ძახილი, მე არის აღდგენა საქალწულე აპკის, მე არის ტყუილში ცხოვრება წლების განმავლობაში და ასე შემდეგ. მოკლედ კომპლექსური პრობლემაა, სერიოზული პრობლემაა და მიუხედავად იმისა, რომ დრო ბევრი არ აქვს პირველ ბლოკში. მე მოკლედ ვიტყვი ძალიან რაღაცნაირად, ესე იგი უნდა ევეცადოთ, რომ აი კვიტესენციები
მოვძებნოთ რაღაცნაირად ამ შეზღუდული დროის ფორმატიდან გამომდინარე. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას ის, რომ სექსუალური ქცევა ეს არის ძალიან სერიოზული და ძალიან რელევანტური, რო იტყვიან, შესაფერისი ანარეკლი საერთოდ საზოგადოების სტატუსისა, უბრალოდ აი მდგომარეობისა, აი რა საზოგადოებასთან გვაქვს საქმე. აი თქვენ ორმაგი სტანდარტები ახსენეთ, აქ ასე ვთქვათ, ზნეობრივი კრიტერიუმებიც ალბათ უნდა გამოვიყენოთ რა და ფაქტობრივად ეს ჩვენი საზოგადოება, რომელიც არის უაღრესად წინააღმდეგობრივი, უაღრესად ასე ვთქვათ, აი ჩამოუყალიბებელი რაღაცნაირად, აი რომელიც აი ბორგავს ამ სიტყვის ცუდი მნიშვნელობით და არა კარგი მნიშვნელობით რა, შფოთავს უფრო რა. ეს უკვე სადღაც პათოლოგიურ შფოთვასაც უახლოვდება, შფოთვის სინდრომს რო უწოდებენ ხოლმე ფსიქიატრები და ნევროლოგები და აი ამის ასახვა არის ზუსტად აი ეს სექსუალური ქცევა. ზუსტად ამისი ასახვაა და ეს იკვეთება ძალიან ბევრ პრობლემებთან, ძალიან მტკივნეულ პრობლემებთან, რომელიც არის ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორიც არის, ასე ვთქვათ, სქესობრივი ცხოვრების ადრეული დაწყება, ადრეული ქორწინება, რაც თავისთავად ორივე შემთხვევაში ნეგატივია. ორმაგი სტანდარტები, როდესაც ესე იგი რაღაცა ცრუ, ასე ვთქვათ, ზნეობრიობაზე დაფუძნებით რეალურად სულ სხვა სურათს ვიღებთ და რაც თავარია, ყველაფრის რო იტყვიან, გვირგვინი არის სქესობრივი განათლების უმდაბლესი დონე. როდესაც ადამიანმა არიცის პირველი აბორტი რამდენად სავალალო შედეგების მომტანია, გინდაც მედიკამენტოზური იყოს, გინდაც არ იყოს გამოფხეკა, ხო? დაუშვათ შეიძლება გინეკოლოგიურად ორგანოებში ბევრი არაფერი შეიძლება დააშაოს, მაგრამ ენდოკრინული დარღვევები ხო განვითარდება. მე მგონი კომენტარით ზედმეტია რა. ჩვენ განვაგრძობთ საუბარს, მოკლე პაუზის შემდეგ ეს იქნება მოკლე საინფორმაციო გამოშვება. 91778 ველოდებით თქვენს SMS-ებს. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, კვლავაც უსმენთ გადაცემას სახელწოდებით აკრძალული ხილი და ვსაუბრობთ დღეს იმაზე, რაც მოვიძიეთ საინფორმაციო საშუალებებით, რაც გავრცელდა. ჩვენ მე მგონი ზარია სტუდიაში და შეგვიძლია გავისაუბროთ მსმენელს, არა? გამოქვეყნდა რამდენიმე მონაცემი, უბრალოდ მონაცემი იმის შესახებ, რომ ჩატარდა რამდენიმე უნივერსიტეტში გამოკითხვა 250 სტუდენტ გოგონადან დაახლოებით 10%-ზე მეტმა აღიარა, რომ აბორტი 5-6 ჯერ მაინც აქვს გაკეთებული. არის ზარი პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. მე ძალიან მოკლედ ჩემი აზრი მინდა გამოთქვა და კერძო თქვენთან, იმიტომ რომ საჯარო სტიციაში ამის სხვაგან ამის გამოთქმის არანაირი სურვილი არ გამაჩნია და მითხრობ გთხოვთ 2 წამს ყურადღებას. 17 მაისთან დაკავშირებით მე პირველად მივახსენე ყურადღება, რომ ეს LGBT თურმე ბრძოლის დღეა, თურმე გვებრძვიან. ხო და რაღაც ჰუმანურობაზე ქონდათ პრეტენზია და ამასობაში ბრძოლა და ჰუმანიზმი რაღაც ურთიერთგამომრიცხავი თემებია. გრებეშიკოს აქ ესეთი სიმღერა კაზლი, კაკანი ზლი, ეცი კაზლი. მე ვეწყოდი მაკეთილ მოწყობილებს, რომ დაეწინონ პრუჟინიან კრაოში, თორე გავჩიფავენ ევრაზიის ჩაოფში. მადლობთ, კარგად გზადებოდეთ. როგორც ყოველთვის ჩვენი ერთგული რადიოსმენელი ენამოსრებულია, ემოციურია და სხარტი, ასე ვთქვათ, სხარტი ენით და აზროვნებით გამოირჩევა. შეიძლება დავეთანხმოთ, შეიძლება არა და ისევ და ისევ მე კატონის არ იყოს რომის სენატში დაუბრუნდები ერთ და იგივეს ლაპარაკობს ტოლერანტულობა. ტოლერანტულობის დეფიციტი არის ზუსტად აი ეს გაბრაზება. ხო არა ცნობილი ანდაზა იუპიტერო შენ გაბრაზებული ხარ, ესე იგი სწორი არა ხარო, ხო არა ხარ მართალი. ხო. და იუპიტერი გასაგებია, ხო? იმ ანტიკურ ხანაში ყველაზე მთავარი ღმერთი იყო, არა ზევსი იყო იგივე. ასე რომ სწოდავს იცით ორივე მხარე რა. იქით ამხარეც, აქით ამხარეც ხშირად ბრაზდებიან, ალბათ არ უნდა გავბრაზდეთ, მეტი სიდარბა ესლებ მართებს. ფαντაზურობ რომ დავუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ თემას. მე მინდა რომ თქვენ
ჩემზე მეტი ისაუბროთ, იმიტომ რომ პირველი მე ვარ ქალი, მეორე მე ვარ დედა, მესამე იმიტომ რომ გურული ვარ ფიცხი გადარეული. და ნუ არის რაღაცები, რასაც იცით რა, მე მაინც მგონია რომ მშობლებს მართებთ რომ უფრო ახლოს იყვნენ თავის შვილებთან. უფრო იმეგობრონ მათთან, მეტი რამ უთხრან, მოუყვნენ და როგორ შეიძლება გოგონამ არ იცოდეს რომ 80%-მა აღიარა ბატონო ზურაბ რომ არც კი იცოდა რომ უშვილობას იწვევს პირველი აბორტი. მათი ვინც ესე იგი ისაც უკვე აქვს უკვე აქვს 5-6 აქვს გაკეთებული. ხელოვნური აბორტის გამოცდილება 5-6 ესე იგი რას ნიშნავს ეს დაფნა? ეს ვისგან უნდა იცოდეს? ჩემგანაც კი ბატონო აგერს ხედავთ და ამაზე საუბრობთ, მაგრამ ეს არის პრობლემა, რომელიც ნამდვილად არ შემოიფარგლება მარტო ოჯახებით რა. აი რას ვლაპარაკობთ, აი ჩვენ სექსოლოგები მთელ სოფლიოში ხო ერთი და იგივეს გავიძახით რა, მარტო მე არ ვიძახი მაგას. რა ვიცი ზოგიერთი კი მაბრალებს და შენით დაიწყო სექსოლოგია მთელ სოფლიოში. ხუმრობით ზოგიერთი მეგობარი მეუბნება, არ დაწყებულა. მაგრამ ერთი და იგივეს ვაკეთებთ ყველანი. სქესობრივი განათლების ამაღლება. სქესობრივი განათლების ამაღლება და მილიონჯერ ვიმეორებთ მაგას. როგორ შეიძლება ახალგაზრდა გოგონამ სქესობრივი ცხოვრება დაიწყო 3 თუ 2 წელია თუ 4 წელია არ ვიცია რა და რა მოხდა ამ რამოდენიმე წლის ამ 2 წლის განმავლობაში უკვე 5 აბორტია გაკეთებული კონტრაცეფციაზე არაფერი გაუგია და საერთოდ ესე იგი როდესაც ადამიანს აქვს სქესობრივი ცხოვრება როგორ შეიძლება ესე იგი ამ ადამიანმა რომ არ დაიცვას თავი ეს ხო არის ესე იგი სქესობრივი გაუნათლებლობის და კულტურის უდაბლესი დონე. ყველაფერსო თავი დავანებოთ, მან მარტო აბორტის პრობლემა ხო არ არის რა. ხო შეიძლება ერთზე მეტი პარტნიორი ყავდეს. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში, კი ბატონო. ჰეპატიტები, უპირველეს ყოვლისა ყველაზე ხშირი რაც არის ჩვენთან ვირუსული ჰეპატიტები და რა თქმა უნდა იმუნოდეფიციტის ვირუსი. აი ხა შეიძლება ახლა დავუშვათ ამაზე აღელვების გარეშე ვილაპარაკოთ არა მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ალბათ აღელვება გვერდზე უნდა გადავდოთ და ისევ უნდა მოვახდინოთ აქტუალიზაცია მაგ პრობლემისა ძალიან მძიმეა ეს პრობლემა და ისევ მე ვლაპარაკობ და მე მგონი მეთანხმება ჩემი კოლეგების და არა მარტო ალბათ საზოგადოების კარგა მოზრდილი ნაწილიც უნდა დამეთანხმოს რომ ეს პრობლემა სქესობრივი განათლების პრობლემა ზრდასრულ მოსახლეობაშია ლაპარაკი ბავშვებში არა ნუ ეშინია ზოგიერთს პრეზერვატივის ჩაცმას არავინ არ აპირებს სწავლებას პირველ კლასში და 0 კლასში. ლაპარაკი არის დასრულ 16 წელს შეუსრულდება იმ ადამიანმა უნდა მიიღოს სრული რელევანტური ინფორმაცია სქესობრივი ცხოვრების შესახებ. ბატონო ზურაბ, ირკვევა რომ 13-14 წლის ასაკში კარგავენ ქალიშვილობას არ აქვს და თქვენ 16 წელს საუბრობთ. არა, იცით რა შეასახმე? ესე იგი, როგორ ჩანს ზღვარმა დაიწია უკვე და ასაკი უფრო გაახალგაზრდა. შესაძლებელია ესე იყოს, მაგრამ საქმე რაშია, იცით ახლა აქ ეს 12-13 წელი და რაღაც ახლა არც პროცენტი არა იმდენად დიდი, თუმცა არც პატარა არ არის, მაგრამ აქ საგანგაშო არის უფრო სხვა, საშინელება სხვა არის. აბორტების ამდენი რაოდენობა. ხო? ბატონო ზურაბ, 27%-მა თქვა 13 წლის ასაკში დაიწყეს სქესობრივი ცხოვრება. 27-მა ცოტაა. ნუ საკმაოდ ბევრია რა, საკმაოდ ბევრია. 250 გამოკითხულში 27% რომ ამას გეტყვის, არ არის დიდი პროცენტი. იცით რა მე არ ვიცი რა 16 წლის ასაკში უნდა გაიგოს მოკვდება სიცილი 16 წლის ასაკში უკვე თურმე 6 აბორტია გაკეთებული და მე დავისვა და უთხრა ხა 16 წლის ასაკში შვილო იცი არსებობს პრეზერვატივი და საერთოდ შვილები იცი საიდან ჩნდებიან არ დამცინებს აქ სავალალო კიდე მეორე მაჩვენებელია იცით დაფნა ესე იგი ჩვენ რომ მაგასაც ვლაპარაკობთ ახლა იგი ძალაუნებურად ესე იგი ექსტრაპოლაციას ვაკეთებთ თელ ჩვენ საზოგადოებაზე და მთელი ჩვენი საზოგადოების ცენზი იგივე ზოგად საგანმანათლებლო ცენზი ასეთი მაღალი არ არის. ყველა ხო არ არის უნივერსიტეტის სტუდენტია რა. ყველა ხო არ სწავლობს უნივერსიტეტში 100%-ია რა ახალგაზრდებისა. არის ნაწილი რომელიც მათ მიღმარჩება, ხო? საერთოდ რომ გამოცდებს ვერ აბარებს, ანათასი მიზეზების გამო ეკონომიკური იქნება თუ სოციალური, ხო? ეს არის შედარებით მე ვიტყოდი ელიტარული ნაწილი რა. სადაც სავარაუდოდ სქესობრივი განათლების დონე და ზოგადი განათლების დონე უნდა იყოს მაღალი და ალბათ არის კიდევაც. სადაც არ არის მაღალი, არა? შედარებით დაბალი ცენზის მქონე ადამიანებში. იქ რა ხდება? ალბათ იქ უფრო საშინელება არ ხდება?
ლოგიკური, ასე ვთქვათ, დასკვნა ხო კეთდება თავისთავად, არა? მაშინ სადამე მე საით მიმყავს, იცით საქმე. მე იქიდან მიქეთ მიმყავს საქმე, რომ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა იქნეს აყვანილი ეს პრობლემა. იმიტომ რომ ეს უშუალოდ დაკავშირებული არის მე ვიტყოდი, აი პირდაპირ ვიტყოდი რა. ერის უსაფრთხოებასთან რა. უსაფრთხოების პრობლემაა რა. ახლა ჩემში შეიძლება ახლა ასე ვთქვათ დიპლომატიური გამოცდილება ლაპარაკობს სად უსაფრთხოება და სად სექსი და სად სქესობრივი ასე ვთქვათ ქცევა, სექსუალური ქცევა. პირდაპირი კავშირია რა. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის პრობლემა. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემა და სანამ ამ რანგში არ იქნება აყვანილი, არა? და სანამ შესაბამისად არ იქნება ზომებიც მიღებული, ფინანსებით შესაბამისად გამოყოფილი, ხო? იმიტომ მარტო თითოეულა თითებზე ჩამოსათვლელი სექსოლოგები და დაუშვათ არასექსოლოგებიც ალბათ რა ვიცი, ყველანი გმირები არიან პირველ რიგში არა ექიმები, ხო? რომელთა მოვალეობაში სულ არ შედის ეს, მაგრამ აკეთებენ ამას, ხო? უნდა მივესალმოთ მაგას, ეს არასამთავრობო იქნება თუ რა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სახელმწიფო სანამ არ ჩაერთვება ამ პროცესში, არა? აი ესეთი სავალალო დარჩება მდგომარეობა და მე ვშიშობ რომ ტენდენცია უარესისკენ არ წავიდეს. სხვა კვლევები რო ჩატარდება, უფრო უარესი რაღაც არ ამოვიდეს. თუმცა ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ესე იგი, შეზღუდულია ახლა არეალი, იცით, ახლა ფოკუსი შეზღუდულია. მარტო სტუდენტები, თან 3 უნივერსიტეტის სტუდენტი მხოლოდ, ხო? მე მგონი უფრო დიდი მასშტაბის კვლევების ჩატარების აუცილებლობა არის და აქ უკვე ენთუზიაზმი გეთანხმებით, მაგრამ აი მე თან ხო გესაუბრები ბატონო ზურაბ და ხო იცით რომ ენთუზიაზმი არ კმარა რა. თან ვკითხულობ SMS-ებს. აი მოვიდა SMS-ი. ბატონო ზურაბ, არ მგონია მართალი, იმიტომ რომ ამასაკის აბორტს არც ერთი ექიმი არ გააკეთებს. არ მჯერა. აი ნეტარ არის ეს ადამიანი, რომელსაც არ ჯერა გაგვატარეთ ეს ანეკდოტი. თუ გინდა თვალი დახუჭოთ რეალობაზე, დახუჭოთ თვალი რეალობაზე. არის ზარი ჩვენს ეთერში მოვუსმინოთ რადიო მსმენელს ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ საინფორმაციო დრო არის ეთერში. რეკლამის დრო ეთერში. გამარჯობათ. მოგესალმებით. მე ვეთანხმები ბატონო ზურაბს, ხო? დიახ. რაც შეეხება ეს უნდა იყოს სკოლებში, პირველ რიგში სადღაც მესამე კლასიდანაც რო იყოს დასაშვები ეს განათლება აღარ იქნება ასეთი სავალალო შედეგები. რაც შეეხება ახლა 16 წლიდან და 18 წლიდან უკვე დაგვიანებულია, იმიტომ რომ ეს ზღვარი მესამე კლასიდან ცოტა ადრე ხომ არ გეჩვენებათ? არა, მე ხარ ვიძახი რომ პირდაპირ მნიშვნელობით აუხსნათ ბავშვებს რა როგორ გამოიყენონ, მაგრამ განათლება ის რომ პატარა ბავშვი უთხრათ რომ თავის ენაზე ეს იქნება მისაღები უკვე და აღარ დაიშვება ის რომ ვიღაცა 13 წლის ასაკში აბორტს იკეთებს და ასე შემდეგ. ხდებით რაზე საუბარი. ენა გამოინახება ეს უკვე პროფესორების და ფსიქოლოგების პრეროგატივა არის და თვითონ მიხედავ რაც შეეხება უნდა იყოს დაბალი ზღვარი ბავშვებში უკვე პატარაობიდანვე ჩაინერგოს რომ წეროს არ მოყავს და უცოდეს მაინც რაღაცეები. ხო, რომ კომპიუტერში არ პაულობენ. ეს არის ჩემი მოსაზრება. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის. იტიხრება ყველა გადაცემა სარეკლამო ჭრით, ამასობაში შეგიძლიათ გამოგზავნოთ SMS-ები 917778 ჩვენ მალე დაუბრუნდებით. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. ერთი თხოვნით მინდა მივმართო რადიო მსმენელებს, მე მესმის რომ ძალიან ბევრნი ხართ, ჯანმრთელები ხართ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ის გადაცემა არ არის, სადაც მე თქვენს ნომერს გამოვაცხადებ და თან დავაყოლებ რომ ჯანმრთელი სექსი ვისაც გინდათ, აი ამ ჯანმრთელ კაცს მიმართეთ და გამოვაცხადებ თქვენს ნომერს. თავს ნუ მოიტყუებთ, მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს გადაცემა სულ სხვა მიზანს ემსახურება და არა თქვენს გაპიარებას როგორც ძალიან ძლიერი მამაკაცის და თუ გონიათ რომ ვინმე დაგირეკავთ და გაგიცნობთ თუ ასე ხართ საფრთხეთში და ამისთვის არსებობს ინტერნეტი და იქ გააკეთეთ ეს. კიდევ ყავს რადიო მსმენელი, მას უნდა თავისი მოსაზრების თქვა ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის ახალბატონო და მივესალმები თქვენს სტუმარს ბატონ ზურაბ. ისევ სტუმარი. არა, სტუმარი არა. არა, ეხლა
თქვენთვის რატო არის სტუმარი? ბატონ ზურაბის შექმნილია ეს გადაცემა, რო იცოდეთ. დიახ, ძალიან კარგი. ძალიან მერიდება, მაგრამ რა ვქნათ, ექიმია და ჩვენ პაციენტები ვალდებულები ვართ, რომ სწორი რჩევები მივიღოთ თქვენგან. ჩემს მეუღლეს ძალიან მერიდება ამაზე თქვა, მაგრამ ჩემს მეუღლეს ორგაზმის პერიოდში სტივა მუხლი. და რა ვის მივმართოთ და რომელ რევმატოლოგს მივმართოთ თუ ვის მივმართოთ არ ვიცი. ნუ სექსოლოგს ნამდვილად არ უნდა მიმართოთ, ეს ცალსახა არის ალბათ. ან ტრავმატოლოგს, ან რევმატოლოგს, კი ბატონო. რევმატოლოგთან შარშან ვიმკურნალეთ, სრული თერაპია გავიარეთ, მაგრამ არაფერი შედეგი არ ნუ შეგვიძლია გაგრძელდეს გამოკვლევა რა, მუხლში რაღაცა პროცესია რა ხან ტკივა რა, სექსი ნამდვილად არაფერ კავშირში არ არის ხალბატონო და. სექსი არაფერ კავშირში არ არის. ნამდვილად არა, უბრალოდ ის ტრავმატიზაცია ხდება მუხლის სახსრის მაგ დროს, იმიტომ რომ ადამიანი ხო ეყრდნობა, იძაბება, კუნთოვანი სისტემაც ამ დროს ესე იგი ტონუსშია რა, ეგ არის რა და. მან უნდა საფუძვლიანად იქნეს გამოკვლეული სახსარი და დადგინდეს ისე, ნუ მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, ძალიან ბევრი რა. აი ორგაზმის პერიოდში, განცდის პერიოდში სტივა. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. საინტერესო. საბუდიშო ნამდვილად არ არის ეს გადაცემა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ დაგვისვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები. ამისთვის არსებობს კიდევ SMS ნომერი 917778 და როგორც ყოველთვის გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვპასუხობთ თქვენს კითხვებს. ასევე შეგიძლიათ რა თქმა უნდა კომენტარებიც მოგწეროთ იმ თემასთან დაკავშირებით, რაზედაც დღეს ვსაუბრობთ, ანუ ახალგაზრდა გოგონებში აბორტი, ის ზღვარი, რომელიც უცებ მოულოდნელად გამოჩნდა ჩვენთვის, რომ თურმე 13-14 წლის იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, 14 წლის ასაკში პირველი აბორტი აქვს უკვე გაკეთებული, 6-ჯერ უკვე 18-დან 22 წლამდე აქვს გაკეთებული და ეს ყველაფერი აჩვენა კვლევამ, რომელიც თბილისის სამ უნივერსიტეტში ჩატარდა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს სერიოზული კვლევა იყო, ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში და ჩაატარეს დემოგრაფებმა ანზორ თოთაძემ და ანზორ სახვაძემ. აი ასე ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე როგორც გოგონას დედა ვარ გაუგნებული სიმართლე რო გითხრათ. არა, ჩემი კი ძალიან პატარა ჯერ, მაგრამ მეც ხომ ელოდება ეს ყველაფერი წინ. ნუ მე ვფიქრობ ახლა რომ გამოსწორდება მდგომარეობა, მაგრამ თვითონ ეს ტემპი გამოსწორებისა, როგორც მიდის აი ამ პრობლემისა, რასაც ქვია სქესობრივი განათლება რა, ძალიან ნელია და ეხლა ესე იგი მან მარტო სკოლებში ალბათ არ კმარა ეცით ამის კეთება და უნივერსიტეტებში რა. აქ ძალიან სწორი ითქვა ჩვენი რადიო მსმენელის მიერ, საკმაოდ ისე ლოგიკურად იქნა დასაბუთებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ელემენტების სქესობრივი განათლებისა, ხო? ანუ თუნდაც აი ყველაზე უფრო ელემენტარული უმარტივესი ინფორმაცია, რომ ბავშვმა იცოდეს, რომ კომბოსტოში არ უპოვიათ, წეროებმა არ მოიტანეს. ამისთვის არსებობს ხოთაშორის აი ძალიან ბევრი იგივე სპოკის სახელმძღვანელო თუ სხვა კლასიკად ქცეული ასე ვთქვათ, რომელიც საბჭოთა პერიოდში ძალიან პოპულარული იყო, ხო? და ნუ არის კიდე იანუშ კორჩაკის ნაშრომებიც არის, ნუ ბევრია ძალიან რა ესეთი ბავშვთა პედაგოგიკის ძალიან პოპულარული ასე ვთქვათ, აი ბესტსელერები რა, იქაც არის რა ამაზე ბევრი რაღაცა ელემენტი და აი ეს პირველი ასე ვთქვათ ნაბიჯები ამ მიმართულებით მშობლებმა უნდა გადადგან. მშობლებმა უნდა მიაწოდონ პირველი ინფორმაცია, აუხსნან რომ თუნდაც ისე ელემენტარულად, რომ აი საიდან გავჩნდი მე, ხო? საკრალური კითხვაა, ხო? საიდან იწყება სიცოცხლე? ბავშვს საინტერესებს, ბავშვი ძალიან სხვადასხვა პატარა ბავშვი მცირეწლოვანი არის ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებული უნიკალური. სხვანაირად ის ხო ვერ გაიზრდება, ვერ გაუძლებს იმ გამოწვევებს და იმ უმძლავრეს ასე ვთქვათ ზედაწოლას, რაც მისი ზრდის პროცესში ხდება. ანალიტიკოსი არის უმაღლესი. მე გეტყვით ახლა ჩემი შვილის მაგალითი. აი თუნდაც. მეკითხება საიდან გავჩნდიო? 4 წლის ბავშვი. დიახ. ვეუბნები, აი მამიკო მაკოცა, მე გადამეყლაპე, შენ მე გაჩნდი მოცელში. ორიგინალურია, მაგრამ მე მგონი უფრო ზოგადი, იცით რა. ბავშვის კითხვა. დაფიქსდა და მეკითხება, არ გადაგწდიო? აი ხედავთ აი ანალიტიკა.
ყოველთვის გამოგიჭერს ბავშვი ეს რაღაცაში და ამიტომ ესე იგი ჯობია ასეთ დროს აი ზოგადი რაღაცა ეს კლასიკაა რა ეს ალბათ პედაგოგები ფსიქოლოგები ჩემზე უფრო კარგად ახსნიან მაგას მაგრამ ეს რაღაცნაირად ჩამჩა მე როცა პირველად ეს ინფორმაცია წავიკითხე ალბათ ჩვენი რაღაცა იქნება რომ მაგალითად დედამ მამამ რო აუხსნას რა ბავშვს პატარა ბავშვს რომ აი შენ დედისა და მამის უჯრედის ასე ვთქვათ გაერთიანებით. მე 4 წლის ბავშვს რა უჯრედი უნდა აუხსნა ბატონო ზურაბ. გადაყვაყვის ამბავი მე ფრანგულ წიგში მოგწესრიგია. მე გითხარი რომ ცუდია, მაგრამ უცბად რაღაცაში გამოგიჭერა, ხო? ესე იგი კონკრეტულად რაც უფრო დაუშვათ შორს დავიჭერთ ჩვენ დაუშვათ კონკრეტიკისგან და რაღაცნაირად აი ზოგ აბსტრაგირების უნარიც აქვს მას რა. რა თქმა უნდა, კითხვები დარჩება. ანუ ანეკდოტებიც არის ბევრია რა. როდესაც დაუშვათ აი სასქესო ორგანოებს რო უყურებს ბავშვი და მე რო უხსნიან აი რატომ ჩემ დას რატო არა აქვს ის რომელიც მე მაქვს და ბაბუამ მოაჭარა და ასე შემდეგ რა. ანუ არის ესეთი რაღაცა ბარბაროსული ბატონო ზურაბ ჩვენი რადიოსმენელი გვწერს ბავშვმა უნდა იცოდეს სექსი რას ნიშნავს 12 წლიდან. და რა ხელსაწყოები არსებობს რომ სექსიდან რაიმე ვალდებულება არ დაეკისროსო და თქვენ რამდენი წლიდან იცოდით სექსსა და მე სხვა შორის ამას წინათ ფიქრობდი მე ჯერს ერთი რა თქმა უნდა ის ფაქტი რომ მე პირველად ეზოში გავიგე აფხაზეთში ვისვენებდი და იქ ერთმა რუსმა ბავშვმა მოკლედ გადაწყვიტა ჩვენი სექსის განათლება ხო და გითხრა მასტერკლასი ჩაატარა ოღონდ ძალიან სასაცილო იყო იმიტომ რომ ძინ პუნ ესეთ სიტყვებს იძახდა და ვერაფერი ვერ გავიგეთ ხო და მე სახში მივედი და ეს ძინ პუნ რა იყო და მოკლედ მკვდებოდნენ ჩვენ მშობლების სიცილით. ხო, შევეცადეთ გარკვევა და სხვათა შორის მე აი უფრო ინტერესი რომ გამოვიჩინეთ, ნელ-ნელა რაღაცებს გვაპარებდნენ, მოკლედ დედები და ბებიები, მამები ამაში არ მონაწილეობდნენ არანაირად რა თქმა უნდა. ვამბობ ჩემზე და ჩემ დეიდაშვილზე ჩვენ ერთად ვიზრდებოდით ორი გოგონა და ჩემი ძმა, ხო და იმათმა საიდან გაიგეს ბიჭებმა საიდან გაიგეს საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ხა მე და ჩემ დეიდაშვილს ბებიამ და დედამ რაღაცები გვითხრეს. თუმცა ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა მეტიც რო ეთქვა, ცუდი არ იქნებოდა. საბოლოო ჯამში შევიტყვე სხვა შორის მე რო სწავლობდი მე-9 კლასში ჩვენ მქონდა რაღაცა გაკვეთილები მსგავსი. ხო და ახალგაზრდა ბიჭი შემოდიოდა, ძალიან ცნობილია ახლა ის ადამიანი, ჩემი კოლეგა რადიო წამყვანია და თავის სტუდენტობაში იყო ჩემი პედაგოგი. მისთვის პრაქტიკა იყო მე მგონი პედაგოგიური, მოკლედ შემოდიოდა თვითონაც წითლდებოდა, ბიჭები ცალკეს ხდებოდნენ, გოგოები ცალკეს ხდებოდით, მაგრამ რაღაცები მაინც მისგან შევიტყვეთ. აი ასე იყო. ჩვენ გვანიშნებენ რომ იმისევ საინფორმაციო დრო არის და ამ საინფორმაციოებმა გამოგვიყენეს ანალურად თუ აგერ გვწერს რადიომსმენელი, უკმაყოფილო რადიომსმენელი, რას ვიზამთ საინფორმაციოს თავისი დრო. ცოტა ბილად თქვათ რა. გააჭირა ამ საინფორმაციოს. 1-7-7-8 ეს არის თქვენი SMS-ებისთვის, კომენტარებისთვის და შეკითხვებისთვის რა თქმა უნდა. ჩვენ დროებით დაგემშვიდობებით მეორე საათში მხოლოდ თქვენს კითხვებზე პასუხებს უთმობთ დროს. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. და სწორედ ის ნაწილი არის ახლა ჩვენი გადაცემის ძვირფასო რადიომსმენელებო, როდესაც უნდა ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს. დღეს არის არამქვეყნიური შეკითხვები. საყვარელი ნაწილი არამქვეყნიური შეკითხვებია დღეს. ნახევარს ვერ წავიკითხავ ისეთია, ზოგი ჩემი მისამართით, ზოგი თქვენი მისამართით, მოკლედ ერთობა დღეს ხალხი რა. ზოგი ტელევიზორს არ უყურებს, გვისმენს, მანქანაში ვიღაცა შეეშალათ დღეს. არ ვიცი. 19 მაისი არის. არა, თან ძირითადად ახლა მე და თქვენ რომ იუმორის გზნობა არ დაგვეწუნება, ეს ჩვენ კარგად ვიცით და ხო, უფრო რა თქმა უნდა პროვოცირება. კი. ასე რომ იქ მთლად ხუმრობაც არ არის ზოგი უბრალოდ უძმაწურობაა და ის პარაფილია. ის პარაფილია, ხო. ადამიანს რო უძმაწურობას წერ პარაფილია. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და უნდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის არასტუმარი. მაინც სტუმარი ხარ. აი ასე, მაინც სტუმარი ხარ. ნუ, მოდით ფილოსოფიურად შევხედოთ, სტუმარნი ვართ ამ ქვეყნისა ყველანი. კეთილი. ყველაზე ბრძნული გამოსავალი. ასე არ არის? სინამდვილეში თქვენ ბრძანდებით, ექიმი სექსოლოგი ბატონო ზურაბ, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი ასეა, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ზურაბ მარშანი, ბატონი. ექიმი სექსოლოგი გამოგჩა. თქვი, კაცო. აბა ყველაფერი კარგად არის. მეორეჯერ პროფესორი აღარო. ხო. და
ამასთან დაკავშირებით, ხო, კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა გითხრათ ჩვენ ტელეფონის ნომრები, მარტივად, დასამახსოვრებლად, ციფრებს გაყევით 2921188. 2921199. ამაზე მარტივად ვერ გიგარნახეთ. წინადადება შემოვიდე. კი ბატონო. მორზე სამბანით გადაეცა. ბრაილის შრიფტით ხوار ბრაილის შრიფტით არ გიყო. მორზე სამბანით ჩვენი SMS ნომერი გახლავთ 917778. 917778 კიდევ გაქვთ დრო რომ გამოგზავნოთ თქვენი SMS-ები ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან რამდენიმე ენაზე გამოვაცხადოთ, აბა რა ვქნათ ახლა სხვანაირად ახლა. არა, არც არაფერი. მე შემსაქმეს ვაკეთებ. ან სიმღერით გამოვაცხადოთ. ასევე შეგიძლიათ დაგვიმეგობრდეთ Facebook-ის გვერდზე. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, გადაცემას ეწოდება აკრძალული ხილი, გადის რადიო იმედის ეთერში. შესაბამისად უნდა აკრიფოთ აკრძალული ხილი რადიო იმედი და დაგვიმეგობრდეთ. რაც შეეხება იმ გადაცემებს, რომლებიც გინდოდათ რომ მოგესმინათ, გამოგრჩათ, ან ვიღაცამ გითხრათ რომ აი იმ დღეს აი იმაზე იმ თემაზე იყო თქვენთვის საინტერესო თემაზე საუბარიო, ეს უკვე YouTube-ს უნდა მიმართოთ. იქ აბსოლუტურად ყველა გადაცემა დევს ჩვენს მიერ ეთერში წაყვანილი, წამოყვანილი არაერთხელ გაშვებული და ყველა კითხვაზე პასუხი ერთად ალბათ არა, მაგრამ ყველა გადაცემაში მეორე საათი ეძღვნება კითხვებზე პასუხს. ასე რომ მე მგონი თქვენთვის საინტერესო პასუხებს ნებისმიერ შემთხვევაში იქ აღმოაჩენთ. YouTube-ზეც იგივე უნდა გააკეთოთ, რადიო იმედი აკრძალული ხილი მოიძიეთ. ოღონდ YouTube-ს რაც შეეხება, იქ ქართული შრიფტით უნდა შეიყვანოთ იმისთვის, რომ პირდაპირ ჩვენი გადაცემის ჩანაწერები მოიძიოთ. ეს მოკლედ. და შევუდგეთ ნელ-ნელა SMS-ების კითხვას ალბათ, ხო? რა თქმა უნდა. და როგორც ყოველთვის მე ვამბობ, რომ მივყვები რიგითობას. დღეს რიგით პირველი SMS-ი სწორედ ერთ-ერთი იმათაგანია, რომელსაც ვერ გავაჟღერებ პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ უცმაწურია. ბატონო სრულო პროფესორო ზურაბ, ასე მოგმართავთ რადიო მსმენელი. რო გისმენ გიждები, რო გისმენ ისეთი ხმა გაქვს სასიამოვნო, ბედნიერი კაცი ხარ, მიყვარ ხარ დაუსწრებლად. გვადლობთ ბატონო. შემდეგი კითხვა, თუ პირველივე აბორტი უშვილობას იწვევს 5ჯერ და 6ჯერ როგორ იკეთებენ? აი ლოგიკური შეკითხვა. არა, რა არის იცით, მარტო უნაყოფობას კი არ იწვევს აბორტი. ხელოვნური აბორტი ეს არის უმძიმესი დარტყმა ადამიანზე. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მე მინდა რომ თქვენ აუხსნათ რადიო მსმენელს, რატომ ამბობთ ხელოვნური აბორტი? როგორი აბორტი არსებობს კიდევ ახლა ვინმეს კითხვა გაუჩნდება? გაუჩნდება და ლოგიკურია ეს კითხვა, იმიტომ რომ აბორტი არის ორი სახის. ანუ ორსულობის შეწყვეტა არის აბორტი, ხო? ხო, და აბორტი არის სპონტანური აბორტი, ანუ რომელიც ახლა რომ დავიწყო ამის ახსნა, მოდით გლეხურად ვიწყე, მუცლის მოშლა მოწყვეტა. ხო, აი ესე უძახიან გლეხურად, ხალხურად, ახლა არ მიყვარს მაგ ტერმინის გამოყენება, არც ერთ ექიმს არ უყვარს, მაგრამ ამბობენ ყველა სპონტანური აბორტი. ეს სპონტანური აბორტი ეს არის, როცა აი მუცელი რომ მოეშლებაო, უთქვამთ ჩვენ მშობლებს, ჩვენს ასე ვთქვათ, ბებიებსაც უთქვამთ და ესე მოდის და მოდის. მეორე ეს არის ხელოვნური აბორტი, როდესაც ადამიანი საკუთარი ნებით, ქალი რა თქმა უნდა, იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ გახდეს დედა და ასე ვთქვათ, შეწყვიტოს თავისი ორსულობა. ეხლა რა არის, იცით, ხელოვნური აბორტი დღეს აი არეალია იმ ხელოვნური აბორტისა და მისი სახეობა ძალიან გაფართოვდა. რაც თავისთავად ესე იგი შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაკლები რისკების შემცველია, იმიტომ რომ ჩემი ახალგაზრდობის დროს იყო მხოლოდ აი კლასიკური აბორტი, რო იტყვიან, გამოფხეკა. ანუ როდესაც გინეკოლოგი ატარებდა საკმაოდ მძიმე, ძალიან ტრავმატიულ ოპერაციას, რომელსაც ხშირად ტრაგიკული შედეგიც მოყვებოდა, აი თუნდაც იმ მონაყოფობის და სისხლდენის და სიცოცხლისთვის საშიშიც იყო, ხო? კრიმინალური აბორტებიც იყო მაშინ და გამოფხეკის მერე რომ დასჭირვებიათ კიდევ მეორედ და მესამედ გამოფხეკვა, მე გამიგია ესეთი ისტორიები. ძალიან ხშირად. ეს არის ძალიან მძიმე ტრავმატიული ოპერაცია.
ეხლა უკვე ესე აღარ არის, უკვე იმ პერიოდშივე დაიწყო, პირველად დაიწყო მინი აბორტი, მერე შემოვიდა მედიკამენტოზური აბორტი. Რა თქმა უნდა, ეს დამზოგველი უფრო ოპერაციებია, მაგრამ ეს ინტერვენციაა მაინც რა. ეს მაინც ოპერაციაა, იცით? მაინც ჩარევაა. და მაინც მძიმე დარტყმა არის ორგანიზმზე და სულელად არ არის სავალდებულო რომ იყოს ხოლმე გამოფხეკა და ორგანიზმმა მიიღოს რაღაც სერიოზული, ასე ვთქვათ, ზიანი. ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს ხო არის ენდოკრინულ სისტემაზე ძლიერი დარტყმა რა. ყველაფერს თავი დავანებოთ, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეულად ფსიქიკური ტრავმაც. ბატონო, ჩვენ მსმენელი გველოდება და მოდით უპასუხოთ და გადვაგრძოთ შემდეგ. კი ბატონო. ალო, მოგესალმებით, ბატონო დაფნა და მოგესალმებით თქვენ სტუმრებს, ბატონო სტუმრებს. დიდი მადლობა რომ არსებობს ასეთი პროფესიონალი ადამიანი და ასეთ საქმეს რომ უძღვება და ასეთ დოზირებულად და საჭიროდ რომ ინფორმაციას გადმოსცემს. თუ შეიძლება ერთი სად უნდა ნახოთ ბატონის სურაბი რომელ კლინიკაში და თუ ზედმეტად არ მიიღებს სადაურია სურაბი ბატონი აფხაზეთიდან ხო არ არის? მე აფხაზეთიდან ვეკავ, მადლობთ. წინაპრები კი აფხაზეთიდან არიან, ჩემი შორეული წინაპრები, რა თქმა უნდა, ესე თბილისში დავიბადე და გავიზარდე და ორივე ჩემი მშობლები ასევე დაიბადნენ და გაიზარდნენ თბილისში. ეხლა რაც შეეხება სად მუშაობ, იცით, ესე იგი ეს ეთერს მიღმა, რა თქმა უნდა, რა ეს არა გვაქვს მაგის გადაცემის შემდეგ დაგვირეკეთ, აი გადაცემა დასრულდება თუ არა, დაგვირეკეთ და ბატონო ზურაბ ეთერს მიღმა გეტყვით აუცილებლად სად შეიძლება მისი ნახვა. ბატონო ზურაბ, ჩვენ გავაგრძელოთ აბორტის თემა, იმიტომ რომ მედიკამენტოზური აბორტიო, აი ამ კვლევაშიც გამოჩნდა, რომ გოგონები იკეთებენ მედიკამენტოზურ აბორტს. ხო, რას ნიშნავს ეს და რატო გახდა პოპულარული და რატომ გახდა პოპულარული და ესე იგი ეს აბორტის ეს ხელოვნური აბორტის ეს ფორმა რაღაცნაირად ფეხი მოიკიდა ორი ფაქტორიდან გამომდინარე. პირველი ფაქტორი ეს რა თქმა უნდა მედიკამენტოზური საშუალებების გამოგონება, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა მექანიზმით, ეს იქნება ასე ვთქვათ საშვილოსნოს ასე ვთქვათ შეკუმშვის გაძლიერების თუ სხვა ასე ვთქვათ მექანიზმები. ეხლა ეს რთული საკითხია და მოდით ამაში ნუ შევალთ, ამაში უფრო მოდით მიან გინეკოლოგებს დაუთმოთ ეს ყველაფერი. სხვადასხვა მექანიზმებით ადვილად იწვევენ ორსულობის შეწყვეტას. და ერთი მიმართულება ეს არის, აი მედიკამენტების დახვეწა. და მეორე მიმართულება ის არის, რომ შესაბამისად აი ამ ბოლო წლების განმავლობაში ასევე დაიხვეწა ორსულობის ნაადრევი დიაგნოსტიკის მეთოდები, ხო? ეს იქნება უმარტივესი ტესტირება, რომელიც კეთდება დაუშვათ აფთიაქშიც, რა თქმა უნდა ეკოსკოპიური და სხვა სახის გამოკვლევები, რომელმაც ეს ყველაფერი პირველსავე ფაქტიურად დღეებიდან ორსულობისა უკვე საშუალება არის ზუსტად აქვს მიან გინეკოლოგს საშუალება ზუსტად დასვას დიაგნოზი ნაადრევი ორსულობისა და ეს მედიკამენტოზური აბორტი ზუსტად საშუალებას, საშუალებას კი არა, მხოლოდ ადრეულ პერიოდში იძლევა ამის საშუალებას, რომ მარტო მედიკამენტოზური ჩარევით მოხდა. არ დაჭირდეს, ესე იგი უფრო ინვაზიური, ანუ უფრო ტრავმული ჩარევა ეს იქნება მინი აბორტი თუ მე ასე ვთქვათ აბრაზიო უტერი ქვია მაგას ლათინურად. გამოფხეკა საშვილოსნოს და შესაბამისად ეს გახდა პოპულარული და იცით რა ეს რო იტყვიან პანდორას ყუთიც არის გარკვეულწილად იცით არის ესეთი პანდორას ყუთი რომელიც გაიხსნა და ამ ასე ვთქვათ ერთი შეხედვით რაღაც ასე ვთქვათ ჰუმანიზაციის მაგივრად მივიღეთ ის რომ აბორტი გახდა ძალიან ხელმისაწვდომი და უკვე ხედავთ უკვე ბავშვებიც ნაკლებად ტრავმატული. ნაკლებად ვითომ ტრავმატული რა, ვითომ ნაკლებად ტრავმატული. დაფნა ეს არ არის ნაკლებად ტრავმატული. შეიძლება უფრო მეტად. საინფორმაციო გამოშვების დროა ერთადერთი კითხვა, რომელზედაც მინდა პასუხი. ადამიანმა კითხა, პირველივე აბორტი თუ უშვილობას იწვევს, 6 ჯერ როგორ იკეთებენო? არ არის ეს ერთადერთი გართულება. უნაყოფობა არ არის აბორტის ერთადერთი გართულება. არა, უბრალოდ ამაზე. ბევრი სხვა გართულებებიც არის. კვლევაში ხო იყო ამაზე უბრალოდ ყურადღება გამახვილებული, რომ 80%-მა არ იცოდა, რომ პირველ აბორტს შეიძლება უშვილობა მოყვესო. მაშინ ასე საინფორმაციო გამოშვების დროა და მე აბორტის ასე ვთქვათ ნეგატიური გავლენის შესახებ. არ არის განვაგრძობ კითხვებზე პასუხს. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. ბატონო ზურაბ, ძალიან ბევრი კომენტარია მოსული თემასთან დაკავშირებით
და ერთი მინდა წავიკითხო. ეხლა ბოზები არიან ცვეთშიო, ბატონო ზურაბ, მოგმართავს რადიომსმენელი დაცულია სტილი. ასე პატარა ასაკში აბორტს არავინ გაუკეთებს მშობლების ან მეუღლის გარეშე. არ დაუჯეროთო. ეს ეტყობა ის იგივე რადიომსმენელი, რომელიც წერდა არ მჯერაო. სიძვის დიაცი ვიხმაროთ რა, არ ვიდა რა. ვარ 35 წლის მამაკაცი, სექსში ვიყავი საკმაოდ აქტიური, ბოლო 2 წელიწადია ვამჩნევ რომ აქტიურობას ვკარგავ და რა უნდა ვქნაო. იცით რა, აქტიურობის დაკარგვა უკვე თავისთავად ესე იგი ეს არის სიგნალი. მე არ მინდა რომ უთხრა რადიოსმენელს რომ დრამატიზება გააკეთოს სიტუაციის და დაუშვათ უკვე რაღაცა ფსიქიკური რეგისტრი რო ჩაერთოს. არა, სრულიადაც არა. ჩვეულებრივი ამბავია რა, ფუნქცია სქესობრივი ფუნქცია არის როგორც ყველა სხვა ფუნქცია რა. ხო შეიძლება ადამიანს მუხლით კიოდეს და დაუშვათ ფეხბურთს აღარ თამაშობდეს კარგად, ხო ისე. რა უნდა ქნას ამ დროს ადამიანმა? მიხედოს უნდა მუხლს. როდესაც უკვე სქესობრივი აქტივობა მცირდება, რას უნდა მიხედოს? რა თქმა უნდა მუხლს არა, მაგრამ უნდა მიხედოს თავის სქესობრივ სისტემას და თავის, ასე ვთქვათ, სქესობრივ ცხოვრებას. ექიმ სექსოლოგთან რა. ნუ მივა სხვასთან რა. გამარჯობა, მაქვს 45 წლის ქალთან სექსუალური ურთიერთობა, ვარ 25 წლის მამაკაციო, მაქვს 23 სანტიმეტრის პენისიო, ბოლომდე ვერ შემყავს და ქალიშვილს როგორ მოვექცევ, იქნებ დამარიგოთო. ნუ 23 სანტიმეტრი ცოტა მძიმე სურათია რა და ნამდვილად დარიგება, ნამდვილად ჭირდება ამ ყვაწილს იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს სქესობრივი აქტის ჩატარების დროს. აქ შესაბამისი პოზაც უნდა იქნეს შერჩეული. ალბათ უნდა ლუბრიკანტიც იხმაროს. ნუ ლუბრიკანტი რა არის, აღარ ვიმეორებ ხო იცის ყველა, მაგრამ აღარ, ნუ ახლა ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ხალხი გვერდდება. რა იცის, ახლა ლუბრიკანტი 22 გადაცემის წინ თუ გვაქვს ახსნა. ლუბრიკანტი ეს არის, ესე იგი, საცხები მასალა ნეიტრალური ხასიათის იყიდება აფთიაქებში, რომელიც სასქესო ორგანოებზე უნდა წაისვას ქალმა და მამაკაცმა, რომ მტკივნეული არ იყოს სექსი. აი ეს არის მეტი არაფერი და ესე იგი ალბათ ლუბრიკანტიც უნდა იხმაროს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ზომის არის ეს მამაკაცის ასო და შესაბამისად ესე იგი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ბოლომდე შეიყვანოს, იმიტომ რომ ელემენტარულად ეს სახიფათოა და ძალიან მტკივნეული იქნება ქალისათვის. წუხვარ, მაგრამ სხვა რეკომენდაციები აღარ არსებობს. შემდეგი კითხვა. უკაცრავად მაპატია ჩემი გაუნათლებლობა სექსში, გამიგონია სექსის სხვადასხვანაირი არსებობსო და მაინტერესებს რანაირია ეს ორალური სექსი. იმედია თქვენთან ანონიმურობა დაცულია. რა თქმა უნდა დაცულია, მე თქვენი ტელეფონის ნომრის გამოცხადებას პირდაპირ ეთერში ნამდვილად არ ვაპირებ. დაცულია რა თქმა უნდა და ნუ რა არის ახლა არაფერი სამაცხვინო მაგაში არ არის და სხვათა შორის იმ წინგში რომელიც მე დავწერე, ყველაფერი დაწერილია სხვადასხვა ასე ვთქვათ სექსის სახეობები. და აქ ლაპარაკი არის ფიზიოლოგიურ სექსზე, იცით? ეს არ არის სუროგატული ფორმა. სექსოლოგიაში ესეც არის მიღებული სუროგატული ფორმა. ანუ აი როგორიც არის მაგათ მასტურბაცია, პეტინგი და ასე შემდეგ. რა პეტინგი ხახუნია და ხახუნით ასე ვთქვათ სქესობრივი ორგანოების ხახუნით მიღწევა, ესე იგი ორგაზმისა. ეს არის ფიზიოლოგიური ორალური სექსი და ორალური სექსი არის ორი სახის, როდესაც ქალი აღიზიანებს პირით მამაკაცის სასქესო ორგანოს ასოს. ამას ეწოდება ლათინური ტერმინი არის fellatio. და როდესაც მამაკაცი აღიზიანებს ქალის სასქესო ორგანოს პირველ რიგში კლიტორს, ესე იგი თავისი პირით, ამას ქვია კუნილინგუსი. ეგ არის და ეგ. ბატონო ზურაბ, მე მაქვს თქვენთან ერთი შეკითხვა. აი რადიომსმენელი დაჟინებით რომ წერს მე პირადად ინტიმური ხასიათის შეკითხვებს, ეს რამეს ნიშნავს? ნუ მხოლოდ სევდიან, ასე ვთქვათ, ასოციაციებს იწვევს პირადად ჩემში, როგორც ექიმში. და ალბათ ყველასში, იმიტომ რომ თანაგრძნობას იმსახურებს ეს ადამიანი, ფაქტია რომ მას აქვს პრობლემები რა. იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ახერხებს რაღაცნაირად რეალიზაციას თავისი სექსუალური და მას გონია რომ მე ნამდვილად უპასუხებ და იმისთვის ვარ ახლა აქ რომ მე ვუპასუხო ყველა იმ ინტიმურ კითხვას, რომელსაც მე მისვამს. აგონია მაგასეს და აი რო იცის, არა, იცით რა, უნდა კი არა, ეს არის რაღაც იცით, ნუ ესე ვთქვათ, გათამაშება რაღაც მიუღწეველთან რა, მიუღწეվել იდეალთან და ამითი რაღაცნაირად ის ალბათ აღწევს სექსუალურ აღზნებას. კიდევ ასეთ შეკითხვა, ყველაზე მაგარი სექსი რომელი პროფესიის წარმომადგენლებმა იციანო?
როგორ უნდა ვთქვათ ახლა ალბათ სექსოლოგებმა ბატონო. ეს ერთი შეხედვით ასე ვთქვათ გააჩნია რომელი ასპექტით შევხედავ თუ სამედიცინო ასპექტით ალბათ ხო მაგრამ საერთოდ ყველაზე კარგი სექსი და ყველაზე მძაფრი სექსი არის შეყვარებულ ადამიანებს შორის შეყვარებულ ქალსა და მამაკაცს შორის პროფესია არაფერ შუაში არ არის პროფესია არაფერ შუაში არ არის ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეიძლება შეუყვარდეს სხვა პროფესიის ადამიანი იგივე პროფესიის ადამიანი რატომაც არა ძალიან ხშირია ქორწინება მაგალითად ერთი პროფესიის ადამიანებს შორის ქალსა და მამაკაცს შორის იმიტომ რომ სიყვარული და მათ შორის სექსიც არა ესე იგი მნიშვნელოვნად ინტერესების თანხმედრაზეც არის დაფუძნებული, ხო? იმიტომ რომ სექსი რა არის? სექსი როდის არის კარგი? როდესაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთთან კომფორტულად გრძნობენ თავს, სულიერად ესე იგი თავსებადები არიან და ეს სულიერი თავსებადობა პირდაპირ კავშირში არის ინტერესთა, ასე ვთქვათ, თანხმედრასთან რა და ერთი პროფესიის წარმომადგენლებს ინტერესთა თანხმედრა რომ მეტი აქ ეს მე მგონი სათაო არ არის და მე მგონი პასუხია რა უკვე კითხვაზე. ბატონო ზურაბ, ძალიან საინტერესო კითხვა. გოგოებმა ჩვენდამი რა დამოკიდებულებით თუ მზერით უნდა ამოვიცნოთ ლესბოსელია? არა, იცით რა, ეს ცოტა იცით რას გავს, არის ესეთი ანეკდოტების სერია იყო საბჭოთა კავშირის დროს. ეს სასოციალოა. სომხურ რადიოზე იყო ესეთი ანეკდოტები ძალიან კარგი და ანელა რატომ უნდა ამოიცნოს ლესბოსელი მამაკაცი წერს რა? არა, ქალი. გოგოებმაო, როგორ ამოვიცნოთო ჩვენდამი? მე მქონია სხვათა შორის ეს კითხვა საკუთარ თავთან დამის. არა, ლესბოსელს რომ მოსწონხარ. როგორ უნდა ამოიცნო ის ლესბოსელი თუ გემეგობრება? თვითონ თუ არის LGBT მაშინ გას არ არის. აბა რა შეინტერესებს ვერ გავიგე რა ინტერესის სფეროა? არა, ბატონო ზურაბ, ეხლა სწორედ მომისმინეთ, კარგად გამიგეთ. აკადემიური ინტერესია? მაშინ აკადემიური ინტერესი. მე მყავდა მეგობარი, რომელიც მეჩვენებოდა, რომ ჩემდამი მეტ ინტერესს იჩენდა და რაღაცა ზედმეტ დროს ატა. ხო და არ ვიცი, დღემდე არ ვიცი. არ ვიცი მე იმის იმაში ის მე არ გამომიტყდა და არაფერი არ მითხრა და დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ ვარ რატო უნდა და სულ ჩემს გვერდზე ყოფნა ან რატო ზედმეტ ანუ სლენგზე რო ვთქვათ იზმენებში ხარ რა ხო მაინტერესებს იზმენდა უკვე кайხანია აღარა მაგ თემასთან დაკავშირებით იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გოგო ვარ იზმენებისთვის ბატონო ზურაბ იცით რა ესე იგი ეს ძალიან რთულია ეს შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს რა ეხლა მე არ ვამბობ ეხლა მე ვარ ესეთი მაგარი და რა ჩემ კოლეგებსაც შეუძლიათ აი ვისაც აქვს გამოცდილება რა ვისაც წაუკითხია სპეციალური ლიტერატურა ამის თაობაზე რა მე მაგალითად წამიკითხია ნუ ტომები რა თუნდაც მარტო ესე იგი აი პროფესორი კონის ნაშრომები არის ისეთი კიდე ძალიან კარგი ავტორი არის დევიდ ლოუენი არის და ძალიან ბევრია და ამაზე ბევრია დაწერილი და ეხლა თავარი რა არის იცით მე მგონი უფრო მნიშვნელოვანი არის ამ ამოცნობის დროს თუ ესე აინტერესებს ეს რადიოსმენელს რა ესე იგი აი ბანალურ რაღაცებზე არ დავიდეს ყველაფერი ბანალური რა არის თუ მაგალითად ეჭვი აქვს მამაკაცზე რომ ის ჰომოსექსუალია ის ქალურად იწმევს ძალიან ნაზია ესე იგი ფეხის წვერებზე ბალერინასავით დადის და ასე შემდეგ არ არის ეს შეიძლება იყოს და უფრო ხშირად არის ხოლმე ძალიან განვითარებული სპორტიულად მე ისეთი კუნთმაგარი ბიჭები ვნახე ერთმანეთის მხარზე ჩახუტებული ნიუ-იორკში ჩემი თვალით დიახ აკაც ეგრეა შესაბამისად ესე იგი აი უხეში და აი მამაკაცური ქალი სრულიადაც არ ნიშნავს რომ არის ლესბოსელი პირიქით შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალი ხო მაგრამ ეს ადამიანი ნახეთ რას გვეკითხება ამ როგორ ამოვიცნოთო ხო არის დეტალები და ამ დეტალებით ნუ შესაძლებელია მაინც პრინციპში თუნდაც ესე იგი აი ყურადღების ობიექტი რა ადამიანს არის იცით რა ექიმს ხშირად მამობ ხოლმე ექიმს და პოლიციელს ვადარებ ერთმანეთს რა ცოტა სხვანაირი თვალი აქვს რა აი სხვანაირად უყურებენ ადამიანს რა ისე კი არა როგორც უნდა უყუროს ჩვეულებრივმა ადამიანმა პროფესიულად უყურებს რა აფასებს და ძალიან ესე იგი ექიმი და პოლიციელი არიან ძალიან ცნობის მოყარე რა ზედმეტად რა იმიტომ კი არა რომ ცუდებია და ავანტყოფებია არა ეგეთი პროფესია აქვს ჭირდებათ მას პოლიციელი თუ არ არის ცნობის მოყარე არა ის პოლიციაში ვერ იბუშავებს ექიმი თუ არ არის ცნობის მოყარე ის ექიმი ვერ იქნება
და ორივეს აქვს ანალიტიკური უნარი. აი, უცბად რაღაცა მომენტების დაჭერა შეიძლება და ყველაზე მთავარი არის, რა თქმა უნდა, აი ყურადღების კონცენტრაცია. რაზე აკეთებს ადამიანი ყურადღებას რა? ყოველთვის ხო არ არის, ახლა კი აკონტროლებენ თავს, ჩვენი საზოგადოება ძალიან ჰომოფობიურია, ცდილობს ასე ვთქვათ, ორიენტაციის ადამიანი ყველანაირად დაფაროს ის, ასე ვთქვათ, ინტერესი, პირიქითაც აკეთებს, ამჟღავნებს ინტერესებს სხვა სქესის მიმართ, შედის, რეალურად ფიქტიურ ქორწინებაში, ხო? საპირისპირო სქესთან ამბობს ინტერესი თავის სქესის მიმართ, მაგრამ მაინც რაღაცა ხდება რა. აი რაღაცა მომენტებში რა. ის ასე ვთქვათ, მას გასცემს, ასე ვთქვათ, ზედმეტი რაღაც ყურადღება თუნდაც თავისი სქესის ზოგიერთ წარმოადგენლის მიმართ, ფოტოსურათის მიმართ, ტელევიზიაში რო გამოდის მაგალითად, აი ჩვენება რო არის, მოდის ჩვენება რა, აი მაგ დროსაც შეიძლება სახის გამომეტყველებით დაიჭირო ადამიანი ამაზე რა და ეს ხო კრიმინალი არ არის რა. მაგრამ თუ აინტერესებს ჩვენ რადიოს მეც აი ესეთი დეტალებით მაინც ამას სპეციალისტი უნდა იცით. ბატონო, ჩვენ აღარ დაგვრჩათ რომ მაგრამ მე მგონია რომ აი ამაზე ხო აი ამ კითხვაზე უნდა უპასუხოთ. ვარ 36 წლის მამაკაცი, დიდი ხანი ვერ ვაღწევ ორგაზმს და ამით პარტნიორს ძალიან ვტანჯავ. გთხოვთ მითხრათ, ეს პროსტატიტის ბრალია თუ რაშია საქმე? ეს არის ეაკულაციის გაძნელება. შეიძლება არა, პროსტატა არაფერ შუაში არ არის. ანიაკულატორული სინდრომი ჩეს საერთოდ თუ ვერ აღწევს, არა ეგ სხვა ამბავია. არა, ძალიან დიდი ხანი ვერ ვაღწევ. ხედავთ, ესე იგი გაძნელებული ეაკულაცია, ეს არის ნოზოლოგიური ერთეული დიაგნოზი, ჭირდება აუცილებლად მკურნალობა სექსოლოგთან. გადადებს. დასრულდა ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო, კარგად ბრძანდებოდეთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გვისმენ და მომავალ სამშაბათს კლავაც ეთერში ვიქნებით. ღამე მშვიდობისას მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრები სექსზე და არა მხოლოდ. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მიმღებებს.